ჩვენს მიერ წაშლილი ობიექტები დროებით ინახება სისტემურ პაპკაში, რომელსაც ნაგვის ყუთს ვეძახით. მისი ფუნქცია არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სანაგვე ყუთისგან. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია აღვადგინოთ მასში არსებული ნებისმიერი ობიექტი, ხოლო იქიდან წაშლის შემთხვევაში კი საერთოდ ფიზიკურად წაიშლება დისკო მატარებლიდან. მაგალითად, წავშალოთ ნახატი. ახლა ვნახოთ ის ნაგვის ყუთში. მოვნიშნოთ და აღვადგინოთ ფაილ მენიუდან Restore ბრძანებით. ან კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებით. რა თქმა უნდა, იგივე მოქმედება შეიძლება შევასრულოთ რამდენიმე მონიშნულ ობიექტზეც. თითოეული აღდგება იმ პაპკაში, საიდანაც იყო წაშლილი. ნაგვის ყუთიდან ობიექტის წასაშლელად კი ისევე ვიქცევით, როგორც სხვა ნებისმიერ პაპკაში. დასაცლელად კი შევდივართ ფაილ მენიუში, ისე რომ არც ერთი ობიექტი არ გვაქვს მონიშნული და ვირჩევთ ბრძანებას Empty Recycle Bin. ან გამოგვაქვს კონტექსტური მენიუ ფანჯრის თავისუფალ ადგილზე და ვირჩევთ იგივე ბრძანებას. შემდეგ Yes. თუ კი დარწმუნებული ვართ, რომ ნაგვის ყუთიდან არც ერთი ობიექტის აღდგენა არ გვინდა, მაშინ ის შეიძლება დავცალოთ გაუხსნელადაც მისი კონტექსტური მენიუს საშუალებით. იგივე ბრძანებით. Empty Recycle Bin. Yes.